გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ეკონომისტი ელგუჯა ხოქროშვილი იქნება წერტილის დღევანდელი სტუმარი. რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება და მომდევნო 9 საათის განმავლობაში მასთან ერთად გავაანალიზებთ დასავლეთთან საქართველოს დღევანდელი ურთიერთობის ხარისხს და პერსპექტივას. ფაქტია, ხელისუფლება ამერიკას საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, მქონდა რამდენიმე კომუნიკაცია მათ შორის რუბიოსთან, რაც გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა. ასე უპასუხა დღეს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას. საქმე ის არის, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხვალ 26 მაისს სომხეთს ეწვევა. გრძელდება ევროკავშირზე თავდასხმის კამპანიაც ხელისუფლების მხრიდან, ამჯერად საფუძველი დანიის დედაქალაქში 13 მაისს პოლიციის მიერ პრო-პალესტინური აქციის დაშლა გახდა ჩვენი ხელისუფლებისთვის. კოპენჰაგენში პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც კომპანია მაერსკის ოფისის შენობის შესასვლელებს ბლოკავდნენ. თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, მაშინ რა გვისაქმება ასეთ ევროკავშირში საერთოდ? თქვა ამ თემის კომენტირებისას ირაკლი კობახიძემ დანიის სამეფოს ამბებს პრემიერმა წინა კვირას ბრიფინგიც კი მიუძღვნა და ბრიუსელს ღია წერილითაც მიმართა. როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება. ღია წერილის ადრესატები ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი იყვნენ. რისთვის ამზადებს ქართული ოცნება საზოგადოებას? ხელისუფლების რიტორიკა და არჩეული გზა საბოლოოდ აკარგვინებს თუ არა ქვეყანას რეალურ შანსს გახდეს ევროკავშირის წევრი და რას ნიშნავს გრძელვადი ამ პერსპექტივაში საქართველოს მარტო დარჩენა ევროპული ოჯახისა და ზოგადად პარტნიორების და ნამდვილი მეგობრების გარეშე. გრძელვადიანი პერსპექტივა იმიტომ ვახსენე, რომ ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდება, რასაც ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე მიიწერს. ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვგულისხმობ, თუმცა არაერთ კომპეტენტურ და კეთილსინდისიერ ეკონომისტს უთქვამს ამ სტუდიაშიც და მიღმაც, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაღალ მაჩვენებელს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება განაპირობებს. ანუ ეგრეთ წოდებული დადებითი საგარეო შოკები. სხვათა შორის დღევანდელი პრესკონფერენცია ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლების კლებას მიუძღვნა და თავი მოიწონა იმით, რომ საქსტატის თანახმად 2020 წლის შემდეგ აბსოლუტური სიღარიბე, ანუ უკიდურესი სიღარიბე ზუსტად 3-ჯერ შემცირდა 21%-დან 7.1%-მდე. უკიდურესი სიღარიბის დათვლისას იანგარიშება ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები მოსახლეობის, ასევე სოციალური დახმარებები, რომელსაც სახელმწიფო გასცემს, რაც სხვათა შორის ბოლო წლებში მზარდი იყო და რეკორდულადაც კი და ფულად იგზავნილების, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები იღებენ. ახალი არაა, რომ რთულია ქვეყანაში მოიძებნოს ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არაა ემიგრაციაში. რაც შეეხება ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელს, რაზეც ნაკლებად გამახვილა ყურადღება პრემიერმა, მასაც საქსტატის ომავს და უკიდურესი სიღარიბისგან განსხვავებით არც ისე მაღალი ტემპით მცირდება. აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელია ის, რითაც იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე და არა ფარდობითი სიღარიბის დონეო, თქვა პრემიერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად. BMG ამ თემას კიდევ ერთხელ დაუბრუნდება სხვა გადაცემებში. ირაკლი კობახიძეს დღეს ჩემმა კოლეგამ ერთი კითხვა დასაქმებაზეც დაუსვა, კერძოდ რატომ შემცირდა დასაქმების დონე შარშან და ასევე წელს პირველ კვარტალშიც ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპის მიუხედავად. შეგვიძლია მოვისმინოთ ირაკლი კობახიძის პასუხი ამ კითხვაზე. შემცირება არის ძალიან ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30,000 ადამიანი იყო რეალურად, შეიძლება ითქვას, ფიქტურად დასაქმებული. სინამდვილეში ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, მაგრამ იღებდნენ სინამდვილეში ისევ სოციალურ დახმარებას. ასეთი იყო მდგომარეობა. ასეთი იყო დაახლოებით 30,000 ადამიანი, თორსები 29,000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი. ეს პროგრამა გაუქმდა, რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ფიქტიური იყო და ამან გამოიწვია ფორმალურად დაახლოებით 29,000 დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. მხოლოდ ეს ერთი კონკრეტული ფაქტორი განაპირობებს ფორმალურ შემცირებას. გაუქმეთ უსარგებლო პროგრამა და ამით ფორმალურად შემცირდა 29,000 დასაქმებულთა მაჩვენებელი. დანარჩენი დასაქმება პირიქით გაზრდილია.
ირაკლი კობახიძის ლოგიკას უგავყვებით გამოდის, რომ თუ დასაქმების შემცირებას ფორმალური მიზეზი აქვს, რომ ამოირიცხნენ სოცდაუცველები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ საზოგადოებრივ სამუშაოებზე 300 ლარად მუშაობდნენ და რომელსაც დღეს პრემიერი უწოდებს უსარგებლო პროგრამას, მაშინ ბოლო წლებში დასაქმების ზრდის მიზეზიც ფორმალური ყოფილა, ნაწილობრივ სოცდაუცველების პროგრამის ხარჯზე გაზრდილი. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 2023-25 წლებში ირაკლი კობახიძის შეფასებით ამ უსარგებლო პროგრამაზე, რომელიც გაუქმდა ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი გადასახადების გადამხდელის 350 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. რატების ეკონომიკა ყალიბდება ქვეყანაში და რატომ ვერ გრძნობს მზარდ სტატისტიკას მოქალაქეთა უმრავლესობა, ამაზეც ვისაუბრებთ სტუმართან ერთად. გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ეკონომისტი ელგუჯა ხოკრეშვილი უკვე ხაზია, ის ბერლინიდან გვერდება. საღამოშტების ბატონ ელგუჯა, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და გვერდობით გადაცემაში. ვიდრე საგარეო პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, როგორც ეკონომისტს, ერთი კითხვა მინდა ეკონომიკაზეც დაგისვათ. ალბათ გასაკვირი არაა, რომ როდესაც ხელისუფლებას სტატისტიკური მონაცემებიც ეხმარება, ის ბუნებრივია ამ პოზიტიურ რიცხვებს, ოფიციალურ სტატისტიკას, ასე ვთქვათ, ებღაუჭება და ხშირად იწონებს თავს. თუმცა, სიმართლე დამეთანხმებით, რომ სადღაც შუაშია. ფაქტია, ვხედავთ გარკვეულ ზრდას, მაგრამ მეორე მხრივ იმასაც ვხედავთ, რომ მოსახლეობა ისე კარგად ვერ ცხოვრობს, როგორც უნდა ცხოვრობდეს, თუნდაც რამდენიმე წლიანი მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში. ეს მინდა ავუხსნათ სწორედ ჩვენ თანამოქალაქეებს, რა ტიპის ეკონომიკური ზრდის პირობებში ხდება ესე და რას ნიშნავს, როდესაც იზრდება, მცირდება სიღარიბე, მაგრამ მცირდება დასაქმებაც. რიცხვებში ყველაფერი კარგად არის. პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თქვენ შესავალში რამოდენიმე კითხვა დაასვით და ასევე უპასუხეთ კიდევაც და ეს მონაცემებით მოიყვანეთ. ანუ ჩვენ გვაქვს საქმე ფაქტიურად ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელ ეკონომიკასთან, ხო? და ასევე ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელ იგივე ამ სტატისტიკასთანაც, ხო? როდესაც ეს ევროპული პერსპექტივა ირიბად გაუქმეს და უვადოდ გადადეს, ავტორიტარულ რეჟიმს აქვს გარკვეული ლეგიტიმაციის პრობლემა, ანუ გარკვეული კი არა, ყველა ავტორიტარულ რეჟიმს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. და ცდილობენ, რომ ეკონომიკური ზრდით რაღაცნაირად აი ეს ლეგიტიმაციის პრობლემა ჩაანაცვლონ, ხო? თქვენ თქვით, რომ ანუ პირველი რომ დავიწყოთ, რომ ეს ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი არ შეცვლილა ფაქტიურად 20%-ში მერყეობს და აქაც საკმაოდ პრობლემური არის თვითონ ეს ციფრიც, ფარდობითი სიღარიბეს რაც შეეხება, რადგანაც ეს ფარდობითი სიღარიბე იზომება როგორც აი მედიანური მოხმარების 60% ან მედიანური შემოსავლის მოსახლეობის, ხო? ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თუ ავიღებთ, იქ მაგალითად ფარდობითი სიღარიბე ანუ მიბმული არის ამ მედიანურ შემოსავლებზე. უფრო განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. დაახლოებით, ანუ ჩვენთან ეს მედიანური მოხმარება, რომელთაც იზომება ეს ფარდობითი სიღარიბე, მაგალითად, რომ თუ რაღაცა ჩვენი მოსახლეობის 50%-ს თუ რაღაც მოხმარების, თქვათ, რაღაცა კალათის 60% ან 60% აქვს, ეს არის სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა. და ასეთი 20%-ის ფარგლებში მერყეობს 60% მედიანური მოხმარების. 20% არ არის მართებული ციფრი და გეტყვით რატომ არის პრობლემური მოხმარებაზე მიბმა და არა როგორც ევროკავშირი აკეთებს შემოსავლებზე. მაგალითად, თქვენ თუ ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის, სადაც არაფორმალური სექტორი დიდი არის, სადაც გზავნილების წილი დიდია, რა თქმა უნდა, ამით იმალება სიღარიბის ეს მაჩვენებელი, ანუ ხელოვნურად ხდება ამის შემცირება.
ანუ თქვენ თუ მაგალითად ვალით თქვენ მოხმარებას დააფინანსებთ, ანუ თან ნახეთ ხო, ბევრი პენსიონერი ყავს, რომლებსაც სამოხმარებლო კრედიტები აქვს, ხო? ან მაგალითად თქვენ თუ გზავნილებით თქვენ მოხმარებას და რა ქვია დააფინანსებთ, მაშინ ანუ ამ სტატისტიკაში ამ სიღარიბის რისკის ქვეშ ყოფი მოსახლეობის სტატისტიკაში არ ჩნდებით. ანუ არსებობს ესეთი არაპირდაპირი მცდელობა გარკვეული კვლევარების შეფასებისგან საქართველოში თუ იქნებოდა მაგალითად მოხმარებით შემოსავლით, მედიანური შემოსავლით თუ გაიზომებოდა სიღარიბე, მაშინ ფარდობითი სიღარიბე, ხო? კი, ფარდობითი სიღარიბეზე მაქვს საუბარი, 30-35%-მდე ავდივართ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ქართველი ანუ სიღარიბის რისკის ქვეშ დგას. საინტერესოა, დიახ. და თუ გავითვალისწინებთ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ანუ არსებობს ასევე კვლევა, ანუ საქართველოში მაგალითად 49%-მდე შემოსავლის იხარჯება ანუ პირველად მოხმარებაზე, საკვებზე. საკვე ლაპარაკი, საკვე პროდუქტებზე და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაახლოებით 7-8%-იანი ინფლაცია არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვითონ ჯანდაცვის პროდუქტების 4-5%-იანი ინფლაცია არის, ხო? აი ამ ყველაფერ დიდ სურათში ამას თუ ანუ გადავაბავთ ამ წერტილებს, ხო, დავინახავთ, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობა არის. ამიტომაც არის, რომ როდესაც ჩვენს მოქალაქეები ამას ხედავენ კიდევაც, ხო? და სხვათა შორის ჩვენს ჟურნალისტები, როდესაც ოფიციალურ სტატისტიკას გვიწევს, ხო, ბუნებრივია საქსტატის მონაცემებს ავეყრდნოთ და ავწერთ სიახლეებს, ბევრი კითხვა და გაბრაზებული რეაქციები მოდის ხოლმე სოციალურ ქსელშიც კომენტარების სახით, რომ სადნახეთ 7%-მდე შემცირებული სიღარიბე და ასე შემდეგ. თუმცა რიცხვებში ყველაფერი, როგორც თქვი, ლამაზად გამოიყურება, ვიდრე რეალობა არის. ეს რიცხვებიც ხო საიდან მოდის, ახლა ქვეყანაში არ დარჩა ინსტიტუცია და ანუ დამოუკიდებელ ინსტიტუციაზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც ასე ვთქვათ, მიტაცებას რასაც ეძახია, რომელიც ამ ვთქვათ პარტიული კონტროლის ქვეშ ან ამ გავლენის ქვეშ არ მოექცა, ხო? და ანუ რა გარანტია გვაქვს, რომ სტატისტიკის სამსახური გამონაკლისი არის. როცა ვიცით, რომ ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, როგორც არის სასამართლო, ეროვნული ბანკი და ასე შემდეგ, ანუ ფაქტიურად ყველა ამ გავლენის. თუმცა საპირისპირო რომ დავამტკიცოთ, უფრო ძლიერი სამოქალაქო სექტორი რომ იყოს, უნდა იყოს ალბათ და ასე შემდეგ და სამწუხაროდ ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღებულმა კანონებმა არ დატოვა სივრცე მათ შორის არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციებისთვის. საგარეო პოლიტიკაზეც მინდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ბატონო ელგუჯა, ბოლო რამდენიმე დღე არის ვხედავთ ევროკავშირზე თავდასხმის ახალ ტალღას ხელისუფლების მხრიდან ამჯერად დანიის საბაბით, ასე ვთქვათ, დანიაში აქციის დაშლის საბაბით. მე დასაწყისშიც აღვნიშნე პრემიერის ერთ-ერთი ფრაზა, თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, მაშინ რა გვესაქმება ასეთ ევროკავშირში საერთოდ, თქვა ირაკლი კობახიძემ. ხომ არ დაიწყო ხელისუფლებამ, პირდაპირ კითხავთ, გარკვეულწილად საზოგადოების შემზადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე საბოლოო უარის თქმისთვის, იმიტომ რომ ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს, არც ერთი არ მიუთითებს იმისკენ, რომ რაღაცნაირად ხელისუფლება ცდილობს გამოსწორებას და ევროპულ გზაზე დაბრუნებას. კი, დაიწყო, ანუ ეს პროცესი არ ასეთ ჩვენ ფაქტობრივად ისი მოწმეებიც ვართ, ხომ? აქ არის თან თუ ამ დინამიკაში დავინახავთ ამ განცხადებებს, ხო? ანუ ამ განცხადებების უკან დგას ის, რომ ევროკავშირი ცუდია, ესეთ ევროკავშირში არ გვინდა, ანუ არაპირდაპირად ხდება იმ განაცხადის გაკეთება, რომ მიუხედავად იმისა, რომ 75%-იანი მხარდაჭერა აქვს ქვეყნის ევროინტეგრაციას და მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა ამ სახელმწიფო უწყებას, რომ ყველაფერი გააკეთონ ევროინტეგრაციისთვის. ეს გზავნილები არის ანუ პირდაპირ რომ არ განაცხადა, რომ ჩვენ წვეთ ევროინტეგრაციას, აი ამის გამოხატულება არის ისე, რომ ეს პირდაპირ არ განაცხადონ, იმიტომ რომ მოსახლეობის 75% ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ფაქტობრივად ეს არის უვადოდ ამ პროცესის გადავადება.
ანუ რამდენად დიდია რისკი, რომ ოცნებამ გაბედოს და პირდაპირაც უთხრას. ნიადაგს ხომ არ ამზადებენ გარკვეულწილად, თუნდაც მსგავსი კამპანიური განცხადებებიდან თუ შესაბამისი სიუჟეტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ასეთი ვარაუდებით გავაკეთოთ? მე მგონი პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება, მაგრამ ერთადერთი მიზანი რისთვისაც არის მიმართული, რომ რაღაცნაირად ამ მხარდაჭერის ნიველირება მოხდეს, ანუ შემცირდეს და მაქსიმალურად უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე არასწორად ინფორმირებული საქართველოს მოქალაქე იქნას იდენტიფიცირებული და მათ მხარდაჭერად იდენტიფიცირებული, რომლებიც ასევე იტყვიან, რომ კი აი ესეთ ევროკავშირში, სადაც ესეთი რაღაც საშინელებები ხდება deep state-ი და ასე შემდეგ, იქ ჩვენ არ გვინდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ანუ თუ გავითვალისწინებთ ანუ ქვეყნის ამ ისტორიულ, კულტურულ კავშირს ამ ევროპულ ფასეულობებთან და ასევე ამ ევროპულ ოჯახთან მე გამორიცხავ ყველანაირ შესაძლებლობას, თეორიულ შესაძლებლობასაც კი, რომ ოფიციალურად რომ განაცხადონ ევროინტეგრაციის შეჩერება, იმას თავი რომ დავანებოთ, რომ 78 კონსტიტუციის მუხლი ფაქტურად კონსტიტუციური გადატრიალების ტოლფასი იქნება ეს. ხო, ანუ ამის ოფიციალურ, მაშინ უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია საქართველოსი და ამის შემდეგ უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი. თუმცა ვერც წინ მივდივართ, ფაქტია, პირიქით. კიდე ეს არის ყველაზე დიდი რისკები ქვეყნისთვის, როგორც ანუ უსაფრთხოების რისკები, ასევე საგარეო რისკები, თან თუ გავითვალისწინებთ ჩვენ რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ხომ, ანუ ეს იზოლაციაში ყოფნა ქვეყანას ყველაზე მოწყვლად ხდის ამ რისკებისთვის, ხო, ფაქტურად სამხრეთ კავკასიაში, როდესაც ჩვენ ვიყავით მოწინავე ამ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, დღეს ვრჩებით ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ეს მიზანმიმართულად ანტიევროპული განცხადებებით და ქმედებებით გამოირჩევა. რომელიც რამოდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო ის, რომ საქართველო აი ამ ნიშნულამდე მივიდოდა, რომ ამ რეგიონში ვიქნებოდით ფაქტიურად ასეთი განგრძობითი ხელი აი ამ ავტორიტარული კავშირის ჩინეთი, რუსეთი, ირანი და აი ამ ბლოკში მოვექცეოდით, ხო, როდესაც აი ახალი გეოპოლიტიკური რეალობა იქნება და აღმოცენების პროცესშია. კი ბატონო, ამ სიტუაციაში სხვათა შორის ქართული ოცნების ხელისუფლების წევრები, მათ შორის პრემიერი ხშირად უსვამენ ხაზს დაკავშირებადობის მნიშვნელობას, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის როლს, მაგალითად ირაკლი კობახიძე ხშირად იმეორებს, რომ იცით, აი საქართველო ევროპასთან შვიდ ქვეყანას აკავშირებს და ასე შემდეგ. ხომ არ გონია ქართულ ოცნებას, რომ აი ზუსტად ამ როლით, სატრანზიტო ფუნქციის როლით, დაკავშირებადობის როლით შეძლებს მაინც ევროპასთან რაღაცნაირად ურთიერთობის გადატვირთვას, მათ შორის ამერიკასთანაც და რაღაცნაირად ხშირად გვესმის ჩვენ პოლიტიკის მკვლევრებისგან, ანალიტიკოსებისგან, რომ ფაქტობრივად ოცნება ეუბნება ევროკავშირს, რომ მიგვიღეთ ჩვენი წესებით, თქვენ ოჯახში და არა თქვენი წესებით. რომელსაც ანუ რეალური შედეგი არ ექნება. აი რატომ ვერ ექნება? რატომ? გეტყვით რატომაც. ერთ-ერთი მცდელობა რაც არის, კი, ანუ ცდილობენ რომ ეს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყნის და აი ეს საერთაშორისო მოვლენები, რომლებიც ერთმანეთს გადაება, ხო? ანუ ახალი ამერიკის ადმინისტრაციის ეს ტრანსატლანტიკური პოლიტიკა, უკრაინაში ომი და პლუს ან ირანში სამხედრო კონფლიქტი დიახ. კი, სამხედრო კონფლიქტის და ასევე ის ჰორმუზის სრუტის დაკეტვა, რამაც გამოიწვია შემდეგ უკვე ეს გარკვეული ეკონომიკური კრიზისის ნიშნები. ამის ფონზე მათ მხოლოდ
ცდილობენ რომ აი გაიხანგძლივონ ძალაუფლება, მაგრამ ის რომ მათ ამ დაკავშირებადობით ამ ენერგოუსაფრთხოებით ევროკავშირთან რაიმე გარიგებაზე დაფუძნებული პოლიტიკა აწარმოონ ან შეთანხმება, ეს გამორიცხულია, ამაზე უკვე შესაბამისი ოფიციალური პასუხიც იქნა გაცემული და ნუ მეორე არგუმენტი რაც არის საინტერესო იყო სხვათა შორის ბათუმელებთან გერმანიის ელჩის კომენტარიც ამ თემაზე, რომ იგივე შუა დერეფანი ზედმეტადაც არ გავაზვიადოთ მისი მნიშვნელობაო. და ნუ რა იგულისხმება ზედმეტად არ გავაზვიადოთ, იმიტომ რომ იმან რეგიონმა კი აი ამ რაც ჩამოთვალა მოვლენების ფონზე ეს გეოპოლიტიკური ზონა მოემატა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დაკავშირებადობა ეხება ამ შუა აზიის ქვეყნებთან გასასვლელს და შავი ზღვა. მაგრამ რადგანაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ეს გარკვეული პოზიტიური ცვლილებები შესამჩნევია, ხომ ეს სამშვიდობო ხელშეკრულება, ეს ტრამპის სავაჭრო კორიდორი, აი ეს დინამიკა პოლიტიკური სომხეთში ჩატარებული ის ეხლა ნახეთ განაცხადი რომ უკვე ძალიან მალე განხორციელდება ანუ ეს სომხეთის გავლით თურქეთში სავაჭრო თვითმბრუნვა აღდგება და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ფარდობითად საქართველოს გეოპოლიტიკურ წონას ნიველირებას უკეთებს და ამას ემატება ასევე ამ ყველაფერს ემატება ის რომ თვითონ აზერბაიჯანი და თურქეთი ანუ ამ ტანდემში ახალი გეოპოლიტიკური საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა და აზერბაიჯანისთვის და თურქეთისთვის ეს დაკავშირებადობა ენერგოუსაფრთხოება ყველა ეს პროექტი მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის აქედან გამომდინარე მათ იმხელა გავლენა აქვს და ისეთი მნიშვნელოვანია ეს პროექტები რომ საქართველოს აქ ეს ივანიშვილის სავაჭრო არაფერი არ რჩება რომ აი ამ გეოგრაფიული მდებარეობით ვინმესთან ივაჭროს ხდებით ხომ ანუ აგინდათ თუ გინდათ ევროკავშირთან თუ გინდათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმიტომ აქ უკვე ეს ტანდემი ფაქტურად როგორც რეგიონალური ძალა ჩამოყალიბდა და თუ გავითვალისწინებთ ასევე რომ რეგიონში ანუ რუსეთი უკვე ამ ძალის პროექცირებას ვერ აკეთებს. ერთ-ერთი ფუნქციას, რასაც ქართული ოცნება ცდილობს რომ აიღოს, ეს არის რომ აი ამ მოცემულობაში რუსეთის პროქსი ძალად ჩამოყალიბდეს. ამ ვითარებაში აი ამით შეინარჩუნოს, გაიხანგძლივოს ის ძალაუფლება იქამდე სანამ ქართველი ხალხი ამ ანგარიშვალდებულობას არ მოთხოვს ამ სიტუაციაში უნდა ითქვას რომ განსხვავებით ევროკავშირისგან ქართული ოცნება შედარებით მოზომილია ამერიკის ხელისუფლების მისამართით მიუხედავად იმისა რომ ტრამპის ადმინისტრაციას უხერხულია ცოტა ახალი ადმინისტრაცია ეწოდოს მაგრამ მაინც იმეც არ კარგავენ და დღესაც გაიმეორა ირაკლი კობახიძემ რომ ჩვენ ხელი გაწვდილი გვაქვს მზად ვართ სულთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა მაგრამ პროგრესი აქ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ ჩანს აქვს რაიმე პერსპექტივა ან რაიმე სავაჭრო ხელში ისეთი დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებას ქვეყნის ხელისუფლებას რომ შეძლოს გადატვირთვა არა და გეტყვით, ანუ ერთ-ერთი ამ იმას გარიგებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას ამერიკის შეერთებულ შტატებთან რას გულისხმობენ ვერც ვიგებთ, ხო? ანუ მათთვის ესე ვთქვათ, დალაგება, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გულისხმობს რას, რომ ბიზნეს ივანიშვილის სანქციები მოუხსნან და ასევე ამ ოცნების ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ძალადობაში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალადობაში გამორჩეულები იყვნენ, მათ მოუხსნან ეს სანქციები ან ოცნების ის წარმომადგენლები, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში არიან შემჩნეული. ხო, აი ამ სანქციების მოხსნაზეა საუბარი, იმიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაღაცა ტექნიკური სტატუს კო ჩამოყალიბდეს, თუნდაც გავითვალისწინოთ აი ამ ინტერესებით, ხო? ეს ხომ ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე არაფერს არ შეცვლის.
ანუ ჩვენი ამოცანა რა არის? ჩვენი ამოცანა თან მით უმეტეს ამ ახალ მოცემულობაში არის ის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს მოდერნიზირება, ხო? და მოდერნიზირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ეს არის გაფართოების ინსტრუმენტი ევროკავშირის. სადაც ჩვენ შეგვიძლია, ანუ როგორც ჩვენი ინსტიტუტების, ასევე ჩვენი ეკონომიკის ტრანსფორმირება, რომ ქვეყანაში მეტი დოვლათი შეიქმნას და ჩვენ მოქალაქეებს უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა გაუჩნდეთ და მომავალი, ხო? ანუ ეს ყველას მიზანი. რა თქმა უნდა, ჩვენი დრო იწურება და რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, ისევ ევროკავშირის თემას მინდა დაუბრუნდეთ. შეიძლება გვესმის ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევრების გარო თუ გაფართოების ამ ტალღაში ქვეყანა ვერ მოხვდა, შეიძლება შემდეგი გაფართოება არც იყოს. საკმაოდ არასახარბიელო პროგნოზია, მაგრამ რამდენად იზიარებთ თქვენ ამ მოლოდინს და გვაქვს თუ არა დრო ჯერ კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პოლიტიკური დიალოგი ფაქტობრივად არ აქვს ხელისუფლებას ევროკავშირთან, რაღაცნაირად დავეციოთ ამ პროცესებს. რისკები პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რა თქმა უნდა. იმიტომ გაურკვევლობა დიდია და ანუ მაგ მოსაზრებას მეც ვიზიარებ, რომ ძალიან დიდია რისკები, რომ აი ამ გაფართოების ტალღის შემდეგი გაფართოების ტალღა როდის იქნება და ანუ ეხლა ჩვენ რომ აი შესაძლოა ფანჯერა არ გამოვიყენოთ, ანუ მე რა შეიძლება მოხდეს, ხომ? მაგრამ ანუ მე შემიძლია ერთი რამე თქვა, რომ ანუ ქართული ოცნების პირობებში ქვეყანას არ უწერია არანაირი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. ანუ ფაქტურად ქართული ოცნება დღეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი de facto ხელისუფლება, ესე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, იმიტომ ანუ მათ რაც ამ ბოლო უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიზანმიმართულად, გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად რა ნაბიჯების გადადგეს, ხო, ყველა ეს ნაბიჯი იყო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. და თუნდაც ეხლაც ანუ რა პოლიტიკასაც ახორციელებენ, ხომ და ეს კიდე რაღაც თვითონ მოსახლეობის დაცინვა არის, ხო, ეს რაღაც ინიციატივები რო აქვს, რომ პოლარიზაცია უნდა შევამციროთ და ასე შემდეგ, ხო, გულისენა, ხო, ანუ ეს წყარო ხო თვითონ იყო ოცნება იყო ამ პოლარიზაციის, იმიტომ პოლარიზაცია ერთ-ერთი საშუალება არის, რითიც მათ შეუძლიათ, როცა ლეგიტიმაცია არ აქვს ხელისუფლება გაიხანგძლიონ, ხო, რომ დაყვან, რომ აქ არიან რაღაც შიდა მტრები, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია ან თავისუფალი მოქალაქეები, რომელსაც თავიანთი აზრი გააჩნიათ. ხომ ესენი არიან მტრები, ქვეყნის მოღალატეები, შემდეგ არიან გარე მტრები, deep state და ასე შემდეგ და ეს შიდა მტრები და გარე მტრები ერთად მოქმედებენ და ანუ ეს ლეგიტიმაცია რომ რაღაცნაირად მოიპოვონ, რომელიც არ აქვს მოსახლეობაში, ეს არის რაღაც ამბავი უნდა მოყვნენ, ხო და ეს ამბავს ყვებიან ესე, რომ აი ეს თვითონ არიან ევროკავშირზე უკეთესი დემოკრატები. პიტერ ფიშერზე ამბობენ, რომ ის საერთოდ არ არის ევროპელიო, სულ 2 წუთი გვჩება და ამის კომენტირებაც მინდა ძალიან მოკლედ გთხოვოთ, როგორც ყოფილ ელჩს, რატომ არის განსაკუთრებული სამიზნე გერმანიის ელჩი? შეიძლება იმიტომაც, რომ ის როგორც ნამდვილი მეგობარი სხვა ევროპელი დიპლომატებისგან განსხვავებით უფრო აქტიურია, მაგრამ განსაკუთრებით ერჩის თითქოს ხელისუფლება მას. მე ჩემი პირადი მოსაზრება მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ პიტერ ფიშერი არის კარიერული დიპლომატი და საკმაოდ გამოცდილი. ანუ აი რო გადავხედოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა და გერმანიის ელჩები ყავდა, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გამოცდილი დიპლომატი არის ყველა მათგანი და აქედან გამომდინარე, ყველა ნაბიჯი, რომელიც პიტერ ფიშერმა აი ამ ბოლო წლებში გადადგა ოცნების მიმართ, ეს იყო დემოკრატიის მხარდაჭერა, ეს იყო საქართველოს ევროინტეგრაციაზე ინტეგრაციის მხარდაჭერა, შემდეგ შეფასებები, ანუ დემოკრატიის დაცვა ჟურნალისტების და ასე შემდეგ, ამას აკეთებდა ისეთი დიდი პროფესიონალიზმით, რომ მათ ვერანაირი მიზეზი ვერ იპოვეს, რომ საგნობრივად გაეკრიტიკებინათ.
და ერთადერთი ეს ხო ცნობილი ფორმულაა, როდესაც არ გაქვს არგუმენტები და არ შეგიძლია რომ საგნობრივად ვინმეს რაღაც პასუხი გააცე, გადადიხარ მერე პირად შეურაცხყოფას. წერტილი რას დავუსვათ ბატონო ელგუჯა საქართველოში რა დავასრულოთ ხვალ დამოუკიდებლობის დღეა. კი, სტაგნაციას და წერტილი უნდა დაესვას იმას, რომ ამ ქვეყანაში კიდევ გვიწევდეს ქუჩაში გასვლა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისთვის. ანუ ეს ენერგია რომ ყველა ჩვენგანმა მიმართოს ქვეყნის განვითარებისთვის, მოდერნიზაციისთვის და ევროპულ სტრუქტურაში, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის. დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ეკონომისტი ელგუჯა ხოկრიშვილი. ის ბერლინიდან გვერდებოდა. ხვალამდე გემშვიდობა.